შენობა ადამიანია, ხო? შენობა, რომელიც ქალაქის ისტორიის ნაწილია და იმას შენ მოული, შეინარჩუნებ, იერსახეს არ დაუკარგავ, არ დაამახინჯებ, ეს შენობაც მოცულობს. სუნთქავს ეს შენობა. და მისი ავტორი ცოცხალი ამ შენობასთან ერთად. ეს იყო ცენტრალური პოსტი. ამანათების გაგზავნა, ტელეგრამების რეკვა და ასე ყველაფერი აქ ხდებოდა ქალაქისთვის. ერთ-ერთი მიზეზი, რატო დაიშალა ეს ქვეყანა, იყო ახალ ტექნოლოგიურ ეპოქას ვერ აყვა სამთო-კავშირი. დაიშალა. ახლა მაგალითად მე ტელეფონში მაქვს ხელოვნური ინტელექტი, ხო? რაღაც საკითხები რო არჩი, ვიკითხებიდან პასუხობს. ცენტრალური ტელეგრაფი, პოსტა ასრულებდა იმ ფუნქციებს, რომელსაც ჩემი ტელეფონი 1000-ჯერ მეტ ფუნქციებს ასრულებს. ტელეგრაფი ეს ფუნქცია წაერთვა, ხო, ინტერნეტის და ახალი რეალობიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობა სულ სხვანაირი გახდა. ეს პროექტი, სადაც არ უნდა ჩასვა, როგორც ექსტერიერით, გინდა არქიტექტურით, გინდა დიზაინით, ყველა ქალაქს მოუხდება და ყველა ქალაქი იამაყებდა ასეთი კარგი პროექტი. რა თქმა უნდა, ეს გახდება ახალი სიცოცხლე, ეს გახდება ძალიან მაგარი სასტუმრო. ოტელ ტელეგრაფში მოვძანდით.